კატას არ უკნავს. ის ხმა, რომელიც დღეში 100-ჯერ გესმის, ის ხმა მხოლოდ ერთი კონკრეტული სმენელისთვის შეინახა. შენთვის. საქმე ისაა, რომ მიაო კატების ენაა. ამ ხმით ისინი დედას ეძახიან. გაზრდის შემდეგ ველურ ბუნებაში კატები მას ივიწყებენ და ერთმანეთს მხოლოდ სუნით ან სხეულის ენით ეკონტაქტებიან. მაგრამ სახლის კატამ ეს ბავშვური ხმა არ დაივიწყა. მან ის შეინარჩუნა და მხოლოდ ადამიანისკენ მიმართა. შენი კატა დროთა განმავლობაში გაკვირდება და ზუსტად სწავლობს, რომელი ტონალობა, სიხშირე და ხმის სიგრძე ჭრის კონკრეტულად შენზე. ანუ მან შენთვის პირადი დიალექტი შექმნა. ხისთვის ის ასე არასდროს ილაპარაკებდა. გეცნობა ხომ ის მომენტი, როცა ზუსტად იცი, რომელი კნავილი ნიშნავს საჭმელს და რომელი კარის განაბას. იმიტომ რომ მათ შენი ყველაზე ნამდვილი ვერსია იციან. ჩვენი შინაური ცხოველები ალბათ ერთადერთები არიან, ვინც გვხედავენ ისეთებს, როგორებიც სხვას არასდროს უნახივართ. ისინი გვიყურებენ მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ არავინ გვიყურებს. ჩვენს ყველაზე უცნაურ, დაღლილ თუ სასაცილო მომენტებში. სწორედ ამიტომ შინაურს ყველანაირი უყვარხარ. ხოდაც არიალ ოთახთან საუბარში ნუ დატოვებ. ზუმერში ზუსტად ისე ჭკვიან კამერებს იპოვე, რომელსაც ორმხრივი ხმა აქვთ. შეხვალ აპლიკაციაში და პირდაპირ სამსახურიდან გასცემ პასუხს. იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ თქვენ ორს გესმით. უპასუხე შენს პატარა ფუმფულო მეგობარს და აღმოაჩინე მეტი დაუჯერებელი ტექფაქტი ზუმერთან ერთად.